მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო ZET და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. თანამედროვე სამყარო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა, სადაც განსხვავებული მოთხოვნები და გამოწვევებია. ტექნოლოგიურმა განვითარებამ უფრო გაადვილა ხელმისაწვდომობა და დიდი დოზით შეიჭრა ყველა სფეროში: ეკონომიკაში, კულტურაში, განათლებასა თუ პოლიტიკაში. განვითარებული ტექნოლოგიები შეეხო ასევე წიგნისა და კულტურულ საგანმანათლებლო სივრცეებს, თუმცა ერთი მეორემ ვერ ჩაანაცვლა. პირიქით, ხელი შეუწყო ბიბლიოთეკების ფორმირებას, განვითარებასა და მრავალფეროვნებას. დღევანდელი საეთერო დრო დაეთმობა ბიბლიოთეკების სივრცეს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საზოგადოებაში და ემსახურება ყველას განვრჩეულად და ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. სათემო რადიო კასპის ხმა კარგი შესაძლებლობას იძლევა წიგნის პოპულარიზაციის კუთხით. მსმენელს ვესაუბრებით როგორც ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე, ასევე რუბრიკის ბიბლიოთეკების 100 დღევანდელობაში სახით სისტემატურად გავაცნობთ სიახლეებს და შევთავაზებთ მსმენელს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. რუბრიკის ფარგლებში დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ბიბლიოთეკების განვითარების გზა ქალაქ კასპში. ვისაუბრებთ ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე და გავაკეთებთ საბიბლიოთეკო ცხოვრების ზოგად ისტორიულ მიმოხილვას ჩვენს მუნიციპალიტეტში. გადაცემაში კი სტუმრად გვეყოლება დარგის სპეციალისტი, კასპის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერი ქალბატონი ხათუნა ბახუაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა თქვენი რადიო მიმართულება, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენცისვე. ქალბატონო ხათუნა, რა არის ბიბლიოთეკა და როგორ ფორმირდებოდა წლების განმავლობაში საბიბლიოთეკო საქმე? გთხოვთ მოგვახსენოთ რამდენიმე სიტყვით. მადლობთ. დავიწყებ ასე, რომ ადამიანის აზროვნების განვითარების მთელი ისტორია წიგნთან და შესაბამისად ბიბლიოთეკასთან არის დაკავშირებული. ბიბლიოთეკა ზოგადად ბერძნული სიტყვაა, ბიბლიო ნიშნავს წიგნს, ხოლო თეკა საცავს. მართლაცო ბიბლიოთეკა კაცობრიობის მეხსიერებაა. ბიბლიოთეკა ყოველთვის იყო სოციალური ფუნქციის მქონე დაწესებულება, რომლის ამოცანაა წიგნითა და კულტ-მასობრივი ღონისძიებების საშუალებით ხელი შეუწყოს ადამიანის იდეურ, მორალურ, ესთეტიურ აღზრდას. ყოველთვის და დღესაც ბიბლიოთეკები უზრუნველყოფს უფასო მომსახურებას ყველასათვის, განურჩევლად ასაკისა, რასისა, სქესისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა. მართლაც წლების განმავლობაში ინფორმაცია და ცოდნას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა. შედეგად ბიბლიოთეკების ფუნქცია და მისი არსი კიდევ უფრო გაიზარდა და მოთხოვნადი გახდა ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. რადგან შესვლილი ფორმითა და შინაარსით გათანამედროვებული ბიბლიოთეკები მხოლოდ წიგნსაცავები და სამკითხველო დარბაზები აღარ არიან. ბიბლიოთეკები საშუალებას აძლევს მოსახლეობას თვალი ადევნოს არა მხოლოდ მის საქმიანობას, არამედ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკებში არსებული პრობლემის აღმოჩენა გაანალიზებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინფორმაციის გაიოლებული წლობის ფონზე დიდი ისტორიის მქონე ბიბლიოთეკებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა ადამიანის ცოდნისა და ინტერესების შეძენა დაკმაყოფილების საქმეში. ეს უდაოა, რადგან ბიბლიოთეკებს ხელთ უყრიათ ისეთი საიბედო იარაღი, როგორიცაა წიგნი. მადლობთ. ქალბატონო ხათუნა, რას გეტყვით ქალაქ კასპში პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, როდეს გაიხსნა ის და თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ იყო პირველი ბიბლიოთეკარი? კი ბატონო, მართლაც საინტერესო კითხვაა. როდესაც ჩვენ დავინტერესდით ამ თემით, ჩავატარეთ გამოკითხვა ადგილობრივ მოსახლეობაში. მონახეთ ამ საქმესთან დაახლოებული კომპეტენტური პირები და როგორც გაირკვა, კასპში პირველი ბიბლიოთეკა სამკითხველო გაიხსნა 1930-იან წლებში. მისი პირველი ბიბლიოთეკარი ყოფილა ვინმე აგნესა ბოგიერი. შემდეგ უმუშავია ეთერ საჩალელს
ვერიკო კიტრიაშვილს 1936-37 წლებში. 1946 წლიდან ბიბლიოთეკის გამგე ყოფილა ლენა გზირიშვილი, ხოლო შემდეგ თამარ შაყურაშვილი წლების განმავლობაში. აღსანიშნავი ფაქტია, სულ რაღაცა 2 წლის წინ ჩვენმა საამაყო თანაქალაქელმა ვანო ჯახუამ მოიწია 1920 წლის 1 ოქტომბრის გაზეთ ერთობიდან ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ 1920 წლის სექტემბერში სოფელ კასპში დაარსდა სამკითხველო ბიბლიოთეკა. მის გახსნას ხელი შეუწყეს მიათეაქე ბრეგაძემ, სადგურ კასპის მოხელეებმა და აქტიურმა ზოგიერთმა ინტელიგენტებმა. აქვე აღნიშნულია სოფელი კასპი როგორც საკმაოდ მოზრდილი სოფელი, რომელიც მხოლოდ ეხლა ეღირსა სამკითხველო ბიბლიოთეკის დაარსებას. აქვეა 8 წლი ინტელიგენტი ადამიანებისა, რომლებმაც ზედიზედ დადგეს წარმოდგენები და ამ შემოსავლით საძირკველი ჩაუყარეს სოფელ კასპში სამკითხველოს დაარსებას. ამ საქმეში დიდი აწვლილი ანასტასია ამილახვისა და მართა ჭელიძისა, რომელთა წიგნები, ქარტიები და ჟურნალ-გაზეთები არ დაიშურეს. ასეთია მოკლე ინფორმაცია ქალაქ კასპში პირველი ბიბლიოთეკების შესახებ, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს. დიდი მადლობა, მართლაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ქალბატონო ხათუნა, გთხოვთ გვესაუბროთ საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების შესახებ ჩვენს მუნიციპალიტეტში. კი ბატონო. აი ამის შემდეგ უკვე რაც წინა თემაში ვისაუბრეთ, 50-იან წლებში საბიბლიოთეკო საქმემ სწრაფად იწყო განვითარება. ამ პერიოდში იყო ერთი სარაიონო ბიბლიოთეკა 3 საშტატო ერთეულით, ხოლო წიგნადი ფონდი ამ დროისათვის შეადგენდა 24,500 ეგზემპლიარ დოკუმენტს. 1980 წელი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა, შეიძლება ითქვას, საბიბლიოთეკო საქმის წინსვლისათვის. ამ წელს განხორციელდა მასობრივი ბიბლიოთეკების ქსელის ცენტრალიზაცია, შეიქმნა სარაიონო ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა, რაც ითვალისწინებდა ყველა ბიბლიოთეკის გაერთიანებას ამ სისტემაში ერთიანი ხელმძღვანელობით, წიგნადი ფონდითა და საშტატო განლიგით. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეიქმნა ახალი განყოფილებები, მეთოდურ-ბიბლიოგრაფიული დაკომპლექტება დამუშავების, ერთიანი ფონდების ორგანიზაციისა და გამოყენების და ასევე მომსახურების განყოფილება, სულ 18 საშტატო ერთეულით. ცენტრალიზებულ საბიბლიოთეკო ქსელში შედიოდა 59 ბიბლიოთეკა ფილიალი. აქედან 1 ავტობიბლიოთეკა, 1 საქალაქო საბავშვო ბიბლიოთეკა, 1 სარაიონო საბავშვო, 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა, 1 სასოფლო საბავშვო და 54 სასოფლო ბიბლიოთეკა ფილიალი. ამ პერიოდში ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მის ფილიალებში ჩატარდა დიდი სამუშაოები. ეს იყო რეკლასიფიკაცია, რაც ნიშნავდა მთელს ქსელში წიგნადი ფონდის გადასვლას ახალ კლასიფიკაციაზე, რეინვენტარიზაცია, დაიწერა შეერთებული კატალოგი. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე ცენტრალური ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ განთავსებულია ახლანდელ მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის შენობაში. 1990 წელს იმ პერიოდში იყო თინა დავითაშვილი დირექტორი. ბიბლიოთეკა იცვლის ბინას და ცენტრალური ბიბლიოთეკა განთავსდა ახლანდელი საკრებულო შენობის მეორე სართულზე, იქ სადაც ამჟამად ვართ. 90-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენა დიდი დაღი დაასვა კულტურის დარგს. ჩვენს მუნიციპალიტეტში გაუქმდა 14 ბიბლიოთეკა, ხოლო მათი წიგნადი ფონდის ნაწილი გადაეცა ბიბლიოთეკა ფილიალებს, ნაწილი კი გაცვლით ფონდებს. უკვე 1996 წლიდან კვლავ მოხდა ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია, რეკლასიფიკაცია, რეინვენტარიზაცია, რეკატალოგიზაცია და წიგნადი ფონდის ლარებში აფასება, რაც უდიდეს სამუშაოს მოითხოვდა. ამავე პერიოდში მთავარ ბიბლიოთეკაში მოხდა სტრუქტურული ცვლილებები. რეორგანიზაციის შედეგად 18 თანამშრომლიდან დარჩა მხოლოდ 12 საშტატო ერთეული. ამის შემდეგ უკვე 2006 წლის მონაცემებით რაიონში 54 უკაცრავად ბიბლიოთეკაა. აქედან 1 მთავარი ბიბლიოთეკა, 1 საქალაქო, 1 სარაიონო საბავშვო, 1 სასოფლო საბავშვო ბიბლიოთეკა, 41 კი სასოფლო ბიბლიოთეკა ფილიალი.
აღსანიშნავია, რომ კასპის რაიონის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკაში დღიდან დაარსებისა ყოველთვის მუშაობდნენ და მუშაობენ მაღალკვალიფიციური ბიბლიოთეკარები და თუ შეიძლება რომ ესენი ჩამოვთვალოთ და არ შეიძლება რომ დიდი პატივისცემით არ მოვიხსენიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაინტერესებს. კი ბატონო. ესენი იყვნენ ლენა გზირიშვილი, თამარ შაყულაშვილი, ვარდიკო გზირიშვილი, ლერი შაველაშვილი, ლენა გუგულაშვილი, ეთერ ბუნტური, ნაზი შალუტაშვილი, დალი ხმალაძე, თინა დავითაშვილი, თამარ ღვინაძე, ნაირა ბერიანიძე, ქეთინო ნუგზარიშვილი, ქეთინო ბექაური, ნინო ნონიაშვილი, ლუიზა ყარაშვილი, ლია ყაბანაშვილი, მარო შაკაკიშვილი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაშო ჯაბაური, ლალი გელიაშვილი, ლენა ქოქაშვილი, დიანა გოგინაშვილი, ნანული ძაღიშვილი და სხვა. ამჟამად მათ საქმიანობას დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით აგრძელებენ ისეთი თანამშრომლები, როგორიც არის ეთერ ჩადუნელი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელ თანამდებობაზეა დღესაც. ის არის ბიბლიოთეკების და მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, არის დარგის უძლიერესი და წამყვანი სპეციალისტი. დღემდე საბიბლიოთეკო დარგს სულს უბერავენ ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან მერი გზირიშვილი, მაია აბუაშვილი, ზაირა ქოქაევა, ციცინო ქენქაძე, ეკა დალაქიშვილი, მანანა შაველაშვილი და სხვები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ბერო პერიოდში ჩვენს რიგებს შემოუერთდნენ თანამშრომლების დიდი ნაწილი და არ შეიძლება არ აღხსენო მისი დახელოვნება ამ დარგში. რა თქმა უნდა, ალბათ ჩვენი სპეციალისტების დიდი დამსახურებაც ამარა. ისინი უკვე კარგად დასპეციალიზებული კადრები არიან, შეიძლება ითქვას დღესდღეობით. 2011 წელს გადავიდეთ ახლა თანითან მივყვეთ ამ ქრონოლოგიას და ჩვენი მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო ცხოვრებაში ძალიან არასახარბიელო ცვლილებები მოხდა. გაუქმდა 41 სასოფლო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ფილიალი, აქ არსებული წიგნადი ფონდი და ინვენტარი გადაეცა სოფლის საჯარო სკოლებს. გაუქმდა კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა, კასპის სარაიონო საბავშვო ბიბლიოთეკა ფილიალი, რომლის წიგნადი ფონდი და ინვენტარი შემოუერთდა ქალაქ კასპის ბიბლიოთეკას, რომლის ხელმძღვანელი იმ პერიოდში გახდა ქალბატონი ბენერა ბესტავაშვილი. ეს იყო უდიდესი დანაკლისი კასპის საბიბლიოთეკა ისტორიაში. დარჩა მხოლოდ ქალაქში ერთი ქალაქის ბიბლიოთეკა. 2016 წელს კვლავ სასიკეთო ცვლილებები მოხდა ჩვენი საბიბლიოთეკო ცხოვრების ისტორიაში. ამ წელს კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ძალებით და ქალაქ კასპის ბიბლიოთეკის თია ბარნაბიშვილის დირექტორი იყო მაშინ თია ბარნაბიშვილი ინიციატივით გაიხსნა კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დარგის სპეციალისტი მაია აბუაშვილი. ამ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი და ინვენტარი დაკომპლექტდა მთავარი ბიბლიოთეკიდან. უკვე 2017 წლის ნოემბრის თვეში არასამთავრობო ორგანიზაციის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობითა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ძალებით აღდგენილი იქნა ქვემო ჭალის სასოფლო ბიბლიოთეკა. მისი წიგნადი ფონდი და ინვენტარი შეივსო ისევ კასპის მთავარი ბიბლიოთეკიდან, გარკვეული რაოდენობის წიგნები კი საჩუქრად გადასცა ყოფილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. ეს იყო ძალიან დიდი წინსვლა სოფლის ბიბლიოთეკა, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკის ისტორიაში. 2020 წლის 1 სექტემბრის თვეში კიდევ ერთი წარმატებული ფაქტი მოხდა კასპის ბიბლიოთეკების გაერთიანებაში. ახლა უკვე სოფელ მეტეხში გაიხსნა სასოფლო ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის შენობა გადმოეცა უსდუფრუქტის ხელშეკრულებით, ხოლო წიგნადი ფონდისა და ინვენტარის შევსება მოხდა მეტეხის ნომერ 1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკიდან, რომელმაც გადასცა 5317 ეგზემპლარი წიგნი და აქ ერთი ჩანართი მინდა გავაკეთა, რომ ეს ის წიგნებია, როდესაც ბიბლიოთეკები გაუქმდა 2011 წელს და სკოლებს შეუერთდა, რომ იტყვიან ისევ დავიბრუნეთ მეტეხის სასოფლო ბიბლიოთეკიდან, ეს ჩვენი წიგნები, მინდა ეს აუცილებლად ავიღოთ. ძალიან დასაფასებელი მოვლენაა და აღსანიშნავია. ასე რომ არ იყო მთლად ქსელში განვითარების პერიოდები, როგორც აღნიშნეთ, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ მივახციეთ და დღესდღეობით ფეხზე ვდგავართ. ჩვენს მუნიციპალიტეტში მინდა აღნიშნოთ, დღევანდელობაში გახდება დღეს უკვე
ფუნქციონირებს 4 ბიბლიოთეკა, რომელსაც სათავეში უდგა სპეციალისტი ეთერჩადუნელი. ესენი მინდა ჩამოვთვალო, ეს არის კასპის მთავარი ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობს სპეციალისტი ხათუნა ბახუაშვილი, კასპის საქალაქო ბიბლიოთეკა, ასევე ხელმძღვანელობს სპეციალისტი მაია აბოვაშვილი, ქვემოჭრალის სასოფლო ბიბლიოთეკა, სოფლის მკვიდრი რუსკა ბიჭიკაშვილი არის მენეჯერი და მეტეხის სასოფლო ბიბლიოთეკა, ასევე სოფლის მკვიდრი ნინო აბულაძე. მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისათვის და გთხოვთ ქალბატონო ხათუნა, თქვენ როგორც მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა და დარგის სპეციალისტმა მოკლედ მოგვეთხოთ ბიბლიოთეკის ფონდის მომდასა და მომსახურების შესახებ. კი ბატონო, სიამოვნებით. ბიბლიოთეკების მთელი საქმიანობა, კერძოდ მკითხველთა მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა დიდად არის დაკავშირებული საბიბლიოთეკო ფონდების შევსებასა და შემდეგ განლაგებაზე. ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდები განლაგებულია 10 წილადი კლასიფიკაციის მიხედვით. ხელმისაწვდომი და თვალსაჩინოა ყველა კატეგორიის მკითხველისათვის. ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდები შეძლების დაგვარად სისტემატიურად მარაგდებიან საჭირო, თანამედროვე და მკითხველისათვის საინტერესო ლიტერატურით, რასაც უნდა ვუმადლობდეთ კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და ასევე ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას. ჩვენი ქსელის ბიბლიოთეკები წიგნად ფონდების პოპულარიზაციას ვუწევთ და მკითხველის სამსახურში დგევართ შემდეგი განყოფილებებით. ეს არის განყოფილებები, რომელიც ჩვენი ქსელის ბიბლიოთეკებს აქვს. მომსახურების განყოფილება, აბონემენტი და სამკითხველო დარბაზით მომსახურება, დაკომპლექტება დამუშავების განყოფილება, საინფორმაციო, ანალიტიკური და ბიბლიოგრაფიული განყოფილება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიბლიოთეკაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლე ახალგაზრდობასთან ურთიერთობას. მთავარ ბიბლიოთეკაში გვაქვს საბავშვო განყოფილება საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდით. მათთან მომსახურებას დიდი პასუხისმგებლობით ვახორციელებთ. ბიბლიოთეკაში გვაქვს ყურადსაღები მომსახურების სერვისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მკითხველისათვის. ეს არის უფასო რეგისტრაცია, ბიბლიოთეკიდან გარკვეული ვადით წიგნის გატანა, ფონდზე თავისუფალი დაშვება, ბიბლიოთეკათა შორის აბონემენტით სარგებლობა, სიდა სასისტემო გაცემა და ასე შემდეგ. მინდა ცალკე გამოვყო ჩვენთან სამკითხველო დარბაზით სარგებლობა, სადაც ხდება საცნობო ბიბლიოგრაფიული აპარატით მომსახურება, უცხოენოვანი ლიტერატურის უზრუნველყოფა. მინდა აღვნიშნო აქვე, რომ გვაქვს უფრო მეტწილად ფრანგულენოვანი წიგნებია ჩვენთან. ინტერნეტ მომსახურება, მკითხველთა მომსახურება ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით, პერიოდული გამოცემებით უზრუნველყოფა, კულტსაგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფორმაციული ღონისძიებების ჩატარება. ასე რომ არ არის ჩვენთან ბიბლიოთეკებთან ურთიერთობა უინტერესო, ყოველთვის მზად ვართ მკითხველის სამსახურში. დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესოა თქვენი საქმიანობა და თქვენი სფერო. და ბოლოს ქალბატონო ხათუნა, თქვენი მხრიდან რას ურჩევთ ჩვენს მსმენელს და განსაკუთრებით კი მომავალ თაობას, რომელთა აზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, სიამოვნებით შევეცდები. ჩვენს მსმენელს ურჩევ საინტერესო ამბების მოსმენას. არ დაივიწყონ ჩვენი ბიბლიოთეკები, რომ წიგნს ვერასოდეს ვერაფერი ჩაანაცვლებს. მომავალ თაობას მოუწოდეთ იმეგობრულ წიგნებთან, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტექნოლოგიების ბუმია და მოსწავლი ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კომპიუტერებს არის მიჯაჭვული, გაიაზრონ ის, რომ ძვირფასია თანამედროვე კომპიუტერულ სივრცეთან ურთიერთობა, მაგრამ წიგნი და ბიბლიოთეკა კვლავაც რჩება აღზრდის, განათლებისა და ინფორმაციის დაუშვებელ წყაროდ. მადლობა. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს შემდგომ საქმიანობაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა მოწვევისათვის. მადლობთ, ასევე დიდი მადლობა მინდა მოვახსენოთ DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპიის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორობისათვის. ჩვენ კი შემდეგი გადაცემებით შევხვდებით მომდევნო კვირას მომავალ შეხვედრამდე.